გამოკარგებო, ესეთი მზიანი დღე გქონდა, საღამოს კი მივდივარ, უკვე 6 საათი ხდება. ეხეთ როგორი მზეა. დაილოცოს, მაგრამ იმ ხელათობს როდის დაადნობს, არ ვიცი ეს ერთი დღე რას უშველის, მე გულისხმობ დასავლეთ საქართველოს. ჩვენთან რაც დასველ და მოიყინა. აი ხა რაც მზემ დაადნო, იმას ისავს. ისევ გაყინავს, მასავით არის, სარკესავით არის მოპრიალებული. გამოვედი ცხოველებს უნდა ვუყიდო საჭმელი. ნაგავი გადავყარე, თორე ცხოველებს ჰქონდათ ისე საჭმელი და მაგისთვის არ გამოვიდოდი, მაგრამ ნაგავს ახლა სახში ყوار მოვაგროვებ. საღამოს მშვიდობის გამოკარგებო. ჩუმად ვლაპარაკობ და ალბათ თქვენც გესმით, რომ ტასიკო მუშაობს გამათბობელთან გარეთ და მე ვცდილობ, რომ ჩუმად ვიყო. აქეთ ბუბუკა მეთამაშება. მომწერეთ, რომ თქვენთანაც დიდი თოვლია, მაგრამ მშვიდობა არისო, ასე რომ ძალიან კარგი ღმერთმა სულ მშვიდობა ქნას თქვენ ოჯახებში, ეს დიდი თოვლის დაგნება საწავა აბარას ისავს. და სხვათა შორის კომენტარებში ჩემი გამომწერი და მაყურებელი თურმე ქალბატონი ყიბულის რაიონი, სოფელი კურსებიდან გიყურებთო, გადავედი, პირველად გავიგე სოფლის შესახებ, გადავედი, ვნახე ვიკიპედიაშიც, YouTube-ზეც, ულამაზესი სოფელი გაქვთ, ულამაზესი, აი საოცარი. საქართველოს მაგ მხარეს ვიცნობ ძალიან ცუდად. და რაღაცა გეგმაში ჩავსვი, რომ დიდი სიამოვნებით, კარგ ამინდებში 1-2 დღე მაგ მხარეს მოვინახულებდი, თუმცა 1-2 დღე არ ეყოფა, ულამაზესი სოფელი გაქვთ, საოცარი. მეტრანახევარზე მეტი თოვლი არისო, მაგრამ დადნება, ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენთან ღამე -10 უკაკუნებს, დღე +3 იყო, რაც დღე დნება ღამე სარკესავით აპრიალებს, დღეს ცოტა ხანი გავედი, ცხოველებს საჭმელი უყიდე, მაღაზიაში შევედი და მოვბრუნდი. ნაგავი მქონდა გადასაყრელი, თორე არსადაც არ წავიდოდი. და თან პარასკევი დღეა, ტასიკო ნახევარი დღე მუშაობს, საერთოდ პარასკევში მთელი დღე მუშაობს, მაგრამ დღევანდელი დღე გამონაკლისი აქვს სამსახურში და ვცდილობ, რომ ჯერ ერთი არ ვიხმაურო და მე ბევრი საქმე არ ვაკეთო და ფეხებში არ მოვედო, პარასკევი შაბათი კვირა ტასიკოს მინდა რომ დაისვენოს მართლა და აი ესე ჩემთვის წყნარათა ვარ, მოკლედ მეც ვისვენებ. მით უმეტეს რომ გადაწყდა, რომ 2 შაბათს მივდივარ სტომატოლოგთან და მოდი ჩემო პატარა, მოდი აქ. მორალურად ვემზადებ ამ ყველაფრისთვის. ძალიან ვენდობი იმ ქალბატონს, ვისთანაც მივდივარ, რომელდანტისთანაც, მაგრამ აი მორალურად ვემზადები და არ მინდა რომ რაღაც ესეთი მძიმე საქმეები წამოვიკიდო. და დაპირებისამებრ მინდა გაჩვენოთ ჩემი ნაყიდობები მეორადში, ფეხსაცმელი და ტექსტილი, ეს არის უმეტესად შარფები და ერთი სუფრა. შარფები და სუფრა არის ნახმარი, ფეხსაცმელი არის აბსოლუტურად ახალი, უბრალოდ ამ ფეხსაცმლის ნაკლი იყო ის, რომ ფუთებში ესე რომ იდება, იპლისება, იყო დაჭყლეტილი და რა თქმა უნდა იყო გასარეცხი და ფორმა შეცვლილი და ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგი არის იდეალურ მდგომარეობაში, ძალიან მიხარია და მინდა რომ თქვენც გაჩვენოთ. თუ არ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, საერთოდ მოვუყურებთ ამ ვიდეოს, ასკროლეთ, ვისაც მოგწონს, მოდით შევუდგეთ საქმეს. ხა ჩვენ გოგოებს გვიყვარს ძალიან ნაყიდობები და ზიზიკოები და რაღაცეები და მე სხვას ბევრი რამ ვიყიდე, მაგრამ ყველაზე ბევრი ვიყიდე ტექსტილი, შარფები და ერთი სუფრა და ფეხსაცმელი და ეს მინდა რომ გაჩვენოთ, თორემ დედიკოსას რაღაცები ვიყიდე, გავატანე, ჩემთვის რაღაცა სახლის მაისური ვიყიდე, ეგ არ არის მნიშვნელოვანი, აი რაც ძალიან ლამაზია და რაც მინდა რომ გაჩვენოთ, აი ეს უნდა გაჩვენოთ დღეს. პირველი ეს არის სახლის ჩუსტები, აბსოლუტურად ახალი, ჩინურია ვაწერია, სნუპი, პერსონაჟია ეს მულტფილმის, ესე,
ძალიან გემრიელი სახმარი, ზუსტად ჩემი ზომა. 1 ლარი. მეორე ეს არის კომპანია Old Navy-ის აბსოლუტურად ახალი ტაპოჩკები, რომელსაც მე ვეძახი საკურორტო ტურისტულს, ზუსტად ჩემი ზომა, ესეც 1 ლარი. აი ასეთი. H&M-ის ბალეტკები, ეგრეთ წოდებული, სულ ახალ-ახალი. ცოტა დიდი მაქვს, სულ ცოტა, მაგრამ მე მიყვარს ცოტა დიდი სიარული. რისთვის ვიყიდი ახლა ეს? სახლისთვის. ზაფხულში სახლის ჩუსტებად ჩავიცვა. კომპანია Tommy Hilfiger-ი, სულ ახალ-ახალი, ულამაზესი ბალეტკა. 1 ლარი. იტალიური კომპანია Leggero's ზამშის მუქი ლურჯი ფეხსაცმელი, უგემრიელესი, უკარგესი ჩასაფენით, მხოლოდ 1 ლარი. აი ესეთი ფუმფულა და თბილი ბაჩაჩუნები პომპონებით, ძალიან რბილი და გემრიელი ბუბუკა დამაცადე სიხარულო. 1 ლარი. მოგწევს ბიჭო პომპონი. მიდი აბა. მოკაცე. არ ვიცი რამდენად ნორმალურად გადავიღე, მაგრამ მე მგონი ფეხსაცმელები ჩანს. მოდით ახლა გაჩვენებ შეგულისხმობ შარფებს. რომლებიც მომეწონა ხელსაქმისთვის რაღაცების შესაკერად და თითოში გადავიხადე 54 არა, 1 ლარი. აი ესე ძალიან ლამაზად არის ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით, საკმაოდ დიდია და ძალიან ბევრი რამისთვის შემიძლია რომ გამოვიყენო, თუმცა შარფათაც ძალიან კარგი იქნება, მე მგონი. თქვენ რა სიტყვით, აბა. იცით როგორი შარფი? კი არ გავთბე. სტილნი რო ვიყო, სტილნი, აი ესეთი. რა თქმა უნდა, კაპიშონკას არ უხდება. ეს ერთი. ასევე აი ეს არის შარფი, რომელიც არის ძალიან უცნაური ქსოვილი. ნახეთ, აი ამ ბუნებრივ ქსოვილზე, აი ეს ბურთულები არის ხავერდის. ჩემთვის უცნობი კომპანია Furla, იტალიური კომპანია ყოფილა Furla და აი ეს ამგვარი თხელი შარფები იწყება 50 ევროდან ამათთან. აი ესეთი ზომა. არც თუ ისე პატარაა. ეს ერთი, ეს ორი. შემდეგი. ეს ჩვეულებრივი ძალიან სტანდარტული შარფია. აი ასეთი, ფოჩებიანი. აი ასეთი. მე მიყვარს ლამაზად მოხვევა ამ შარფების ზოლიან, მაისურზე, ჯინსზე, ბოტასზე უკვე რაღაცა სტილია. თუ არა და არის მშვენიერი ქსოვილი, საკმაოდ დიდი. არ საჭიროების შემთხვევაში გამოვა მშვენიერი აპლიკაცია, გამომადგება სათამაშოების შესაკერად და ასე შემდეგ. იგივე პონტი კამერაზე არ ჩანს, უფრო გემრიელი და ხასხასა წითელია. ეს არის სუფრა. დიდია.
იცით რა კომპანიაა? მე არა. აწერია ჩემი სიყვარული შენი სიყვარულია. Michael, I appreciate your efforts to not have to talk about your weekend. We've all tried it. It doesn't work. Glenn still wants მე to. ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ მაგიდის გადასაფარებლად. აი ესეთი მოკლე ვიდეო გქონდა, ზიზიკები გაჩვენეთ. მე ძალიან მახარებს და გულს და თვალს უხარია ეს ლამაზი ნაჭრები. მოვიფიქრებ, რას გავაკეთებ ამით და ამასაც გაჩვენებთ. ახლა დაგემშვიდობებით. კარგი შაბათი კვირა ჩემო კარგებო. მადლობა რომ იყავით ჩემთან. გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგ ამინდს. აბა კარგად.